მეგობრებო, მოგესალმებით. დღეს ჩვენი ყოფებით ბაია გალერეა, ასეთ საგამოფენო დარბაზში, გერზია ათინათი, სადაც გამოფენილია 80-იანელთა ერთ-ერთი წარმომადგენლის მხატვარ მერაბ აბრამიშვილის ნამუშევრები, ზოგი კერძო კოლექციიდან, ზოგი ეროვნული მუზეუმიდან. პირველ ყოვლისა მინდა მოგილოცოთ დღევანდელი დღე, დღეს არის მირქმა და როდესაც შეგვიძლია სიმონ მირქმს, რომ იგი არ იხილავდა სიკვდილს, მანძის მაცხოვრას არ იხილავდა, 3 საუკუნეზე მეტი იცოცხლაო და ბოლოს როდესაც მიირქვა მაცხოვარი მკერდზე მიყოლება სიშოს, თქვა აზრს განვდევე, მე უფრო მონასა შესა, რამეთო თათაჩემდა იხილა მაცხოვრება ისინი. ამდენად დღეს არის გულში ჩახუტების, გულში მიგვის ყველა ღვთაებრივის დღე და ამ დღეს გილოცავთ. ამ გამოფენას ქაბატონო ბაიამ, რომელსაც მინდა უდიდესი მადლობა გადავხადო, იმიტომ რომ არა მარტო მერაბ აბრამიშვილის, არამედ უამრავი მხატვართა წარმოჩინება, გასაცვლება, ჩვენთვის მოტანა აქვს განზრახული აი ამ სივრცეს და შეარქვეს ამ გამოფენას გამჭვირვალე მეხსიერება. თუმცა ამ გადაცემას, რომელიც რაღაცა 9 საათიანი იქნება, ჩვენ უპრიანია უწოდოთ სულის საკრებებელი. იმდენად ამდენადაც თითოეული ნახატი, რასაც თქვენ ნახავთ, მე გურამი დაგვეხმარება. აქ იმყოფებიან მერაბ აბრამიშვილის ვაჟი გურამ აბრამიშვილი, პაპას მოსახელე და მისი მეგობარი და ჩემი მეგობარი გურამი ჟოლავი, რომელიც შეძლებს ამ ყველაფერს. მე მოგეხმარება მისი მეგობარი ქაბატონი ნინო თოფურია. ოღონდ ქაბატონ ბაიასთან ერთად შეთანხმებით, რომ მაყურებელმა ჩვენთანიდან ნახოს ეს ულამაზესი რამ, კერძოდ ძირითადში მაინც გაცვლილი არის უცხოეთში მყოფ ქართველებზე, რომ მათი თხოვნა იყო, რომ მერაბის ეს ნახატები გაჩვენებინა, ამდენად რატომ გამჭვირვალე მეხსიერება. გამჭვირვალე მეხსიერება სამ გადავართ, უნდა თქვათ, რომ აი მამალი და ქათამი რომ ქათამია, საქართველოში ყველა გლეხი ამონტაჟებს ეგრეთ წოდებული ქანდალას. თუ ქათამა ქანდალაზე არ დაიძინა, ისე დისკომოს გაიცის და ესე იგი ნერვიულობს, ამდენად გადაგვერდება ქათამი. კითხვა, რაში ჭირდება ქათამს მაინც ქანდალაზე დაძინება? მას ახსოვს 100,000 წლის წინანდელი ყოფნა ტყეებში, 30 დღის ბინადარი იყო და ტოტებზე იძინებდა, იმიტომ რომ მელასტურას არ შეეშინებინა. იქიდან მოყოლებული მას შემოინახა მახსოვრობა იმუსიერი და უხსოვარი დროის. თუ მამას ახსოვს და ქათამს ახსოვს თავისი წარსული, ადამიანს მით უმეტეს ახსოვს სულ თავისი წარსული და ეს წარსული არის ეს დაბაჭური სამყარო, რომელიც სამყაროს თავაზობს მერაბ აბრამიშვილი, ეს არის დაკარგული სამოთხე. ეს არის ედემის ბაღი, ამიტომ თითოეული ნახატი სუნთქავს მაადისობით და ამ ნახატებს შეიძლება შევუყვათ ამ გამოფენას თიან გზა შინისაკენ, ანუ თითოეული ნახატი გვიბიძგებს და აღვიძებს ჩვენში მარადეულობას და არა მარტო მერაბის ახსოვს და მერაბის სულს ახსოვს და ამიტომ ქვია მას გამჭვირვალე მეხსიერება, არამედ თითოეულ ქრილება, თითოეულ პერსონაჟს, სცენარია, ცხოველია, ფრინველია, ყველა საგანს ღვთის ქრილებას ახსოვს ის თავისი ოდიდერი წარსული, ამიტომ თითოეული ქრილება არის სარკმელი და არის საკმეველი სულის. აი ამ განწყობით გინდა ჩვენ წინა სიტყვა გავაკეთოთ და მე გურამი დაგვეხმარება, რომ ორივე საგამოფენო დარბაზში წამოდგენი ნამუშევრები ჩვენი თვალით ვნახოთ. მანადის მე მინდა გითხრათ, რომ ღვთისმშობლთა ორი ხანა არსებობს. ერთი ხანა, როდესაც ღმერთმა გერგეთის მთაზე გადმოაბრძანა ღვთისმშობლები 3,000 და მე მათგან 63 სახელია ცნობილია. ღვთისმშობლებიდან ზოგი იყო ღვთის სასახე, ღვთის დანაბადები, ზოგი იყო ნახორციელარი, მაგალითად პირქუში, მაგალითად გაყვა მეგრელაური, კოპარა, იახსარი, ადამიანები იყვნენ, ბერები იყვნენ და მე ესე გაღთიშვილდნენ. ანუ ეს ერთი ხანა, რომელსაც ალბათ როგორც ამბობთ, ჩვენები 20,000 წლიდან მოხდა ეს დიდი ამბავი, რომ ღმერთმა გაწმდა ჩვენთვის სამოსახლო მათი მეშვეობით და დევები ან უკეთოდ ბრძოლები განდევნა ჩვენი არეალიდან.
და შემდეგ მთელი ჩვენი ისტორია ეს არის მეორე ნახორციელად ღვთისმშობელთა ხანა, კერძოდ თვალსო გადავარებ საქართველოს ისტორიას, მაინც და მაინც ისე დროს მოდიოდნენ ესადმის მეფეები, არა მარტო მეფეები, თუ კიდე გრიგოლ ხანძთელი თავში დასით, დავითი, თამარი, შავლეგო, რომელიც აქ წარმოდგენილია ნახატებში და ბოლოს მთელი მე-19 საუკუნე ილია, აკაკი, ვაჟა და საქართველოს სხვადასხვა კუთხეში იბადებიან და ეს არის საქართველოს ზეციური მხედრობა, რომელთაც გადაარჩენს ინდოეთის საქართველო. აი ანალოგიური რაღაცა ხდება მე-20 საუკუნეშიაც, მე-20 საუკუნეში განსაკუთრებით ნაშევი ხო ნიკალას დუმბაძეს და ანაკანძეს, იმიტომ რომ ნიკალამ თავისი შემოქმედებით ქართული დუქნები აქცია ქართულ ტაძრებად. აი მაშინდელ ტაძრებში აკრძალული იყო წირვა, ლოცვა და ვედრება, ეგზარქოსების დრო იყო და მაშინ დუქნები გადაარჩია ნიკალამ და როცა მიითვალეს ძმებას ანევიჩემმა, ასამდე თამარი და ასამდე შოთაყავდა დახატული, როგორც რამდენი რატო დახატე, მიკვეთავდნენ. მთელი საქართველოს ისტორია იყო წარმოდგენილი მის ნახატებში. ანალოგიურად ნოდა დუმბაძემ თავის შემოქმედებაში მოთხრობებია თუ რომანებია წისქვილი გადააქცია ქართულ განათლების კერად. ნოდა დუმბაძემ იქ ხდებოდა ნუგეში, იქ ხდებოდა მოკითხვა, იქ ხდებოდა ომის ამბების განხილვა, დაწყალება, სიცოცხლეც კი ემსახურებოდა ადამიანის დამშვიდება, დაწყალებას და იმის უსახავდნენ, რომ მისი შვილი დაბრუნდებოდა. მოკეთ მთელი ნოდა დუმბაძის შემოქმედება ეს არის უდიდესი და ულამაზესი რამ, როცა ნაომ ახალს ომის ჭრილობები ავიწყდებოდა. უნდა თქვათ იგივე ანაკანძეზე, რომელიც 1956 წელს წარსდგა ქართული ხალხის წინაშე თავისი პოეზიით და ანაკანძეს ლექსებში თქვენ ვერ ნახავთ აფია ომის ჭრილობას პირიქით ცდილობს თავისი ლექსებში ეს ომის იარაღი მოუშუშოს. რატომ საუბრობ დღეს მე აბრამიშვილის გამოფენა და რატომ მოიხსენია ნიკალა ანანა დუმბაძე, იმიტომ რომ ზუსტად ანალოგიური იყო ლევან ჭობოშვილის, ირაკლი ფარჯიანის, მე აბრამიშვილის და მათი სამეგობრო 80-იანთა მოვლინება ღვთის მიერ, რომ რაღაცები შეგახსენოთ, მაშინ იყო ესე იგი ერთი ეპოქა იგრებოდა, მეორე ეპოქა იწყებოდა, რასაც მოყვა ყველაფრის ხრევა, ყველაფრის განადგურება, სამოქალაქო ომი, ტერიტორიების დაგაგვა, ჩაბნეული თბილისი, ყურის რიგები, ეს ყველაფერი შეეხო თავის სავალცხადია მერაბის ოჯახსაც, მაგრამ ვერ ნახავთ თქვენ ვერც ლევან ჭობოშვილთან, ვერც ირაკლი ფარჯიანთან, ვერც მერაბისთან ამ ომის გამოძახვის პირდაპირ ისახით. პირიქით მე დღეს საუბრს დავიწყდი, ვესაუბრე გოგონებს, რომლებიც აქაურობას ამშვენებენ და გზამკვლევები არიან ყველაფრის, ეს იყო საპირწონე. ანუ მერაბის შემოქმედება, ირაკლის და ყველა შემოქმედება იყო 80-იანთა თაობის საპირწონე უბედურების, რაც ხდებოდა გარეთ. ანუ ხდებოდა გარეთ ქვეყანაზე ყველა ვიცით 90-იანი წლები რა იყო და შემოქმედებით ცდილობდა მერაბ აბრამიშვილი, რომ ამ რელიგიური თემებით და ყველაფრით დაიხატა ის დავიწყებული სამყარო, რომელიც ადამიანს დაავიწყდა და ჩვენ დავავიწყდა წარმომავლობა. ამიტომ ყოველი ნახატი შეგახსენებს ადამიანს ვინა ვარ, საიდანა ვარ და რა გველოდება და საიდკენ ისაბი ჩვენი სული. პირველი ფრაზა ღვთისაგან რაც ითქვა, ეს იყო იქმენი ნათელი, როცა სამყარო იქმნებოდა და ირაკლი ფარჯიანის და მერაბის ნახატებშიაც აი ეს ნათელი არის შინაგანი ღვთიური ნათელი, თითოეული ნახატი ეს ნათელი გამოჩვევის და ეს ღვთაებრივი ნათელია, ეს ნათელი, რომელიც ადამიანს დაგაგა და რაზეც წუხს შოთა რუსთაველი თვალთა მისგან უჩინოთა ინატრება ახლა ჩენაო, უნათრობ საინატრება ახლა ჩენაო. ანუ ესე იგი ამ ბოროტმა ძალებმა ეს ნათელი დაგვაგაგინეს და ამ შემოქმედების მიზანია ადამიანს ეს ნათელი დაუბრუნა. შეუძლებელია ვისაუბრო აი ამ გამოფენაზე, ნახატებზე, ამ სამყაროზე, რომელიც სამყაროს თავაზობს, ანუ ვაჟა-ფშაველას ედრება და ნიკალას ედრება მერაბი, იმიტომ რომ ვაჟა-ფშაველამ თავისი სამყაროთი და შემოქმედებით თავის სამეფოს შექმნა. იმ სამეფოში დაასახლა სასუფეველის გმირები,
და თავისი კანონები ჰქონდა. ასევე თავის სამეფო შექმნა მერაბი თავისი ამ გმირები, თავისი ნახატებით და ამ სამეფოში თავის კანონები მოქმედებს. ერთი ცნება მინდა აუცილებლად გამარტო, ეს არის მთავარი მცენარის იდეა, რომელიც ეკუთვნის ვაიმარელზეს, გოეთეს და რომელიც მოსულა ძალიან გრიგორ ობაქიძეს მთელი მისი ცხოვრება ამ ცნებამ განაპირობა, რა შემდგომარეობს ეს მთავარი მცენარის ცნება. რომ აი სიცილიაში აღმოჩნდა გოეთემ, რომ ბუნება შეშურდებოდა ჩემი ამ აღმოჩენის, რომ შეიძლება ვარდის ეკალი კი არა კალამი დაგუდა აღმოჩენდეს, ფოთოლიდან აღმოჩენდეს, ესე იგი ერთი კვიტიდან, ერთი რაღაცა ნაჭერიდან, ანუ მისი თითოეული ნაწერიდან მთელი ვარდი აღმოჩნდება. მარტო ვარდი არ არის ამ დღეში, ანუ იგივე ტირიფი, იგივე ვაზი, ესე იგი აღმოჩენეს, გააჩნია, უნდა რომ მისი თესიდან, მისი ყვავილიდან, მისი ფოთოლიდან შეიძლება მთელი მცენარე დაიბოდეს დაწყვნა. ერთ პატარა ნაწილში მთელი მცენარე არის ჩადებული და იდევს და ამას ხანე წააკითხა ობაქიძეს ქართული ზღაპრის დასაწყისი იყო და არა იყო რა, რომ აბა აიყენე ერთი ჩვეულები რკო, იმაში არა იყო რა მუხა, მაგრამ დაითესება, მიწაში და იქიდან მუხა აღმოჩნდება, ანუ ესე იგი იყო, ამიტომ ეს მარადიულობა ერთ პატარა ნაწილში არის მოქცეული. აი ასევე არის მერაბის ნახატებში თითოეული ნახატი, თითოეული მისი ნამუშევარი არის სარკმელი მარადისობისაკენ და აი ამ ნაწილში იკითხება ის დაკარგული რამ, რაც დავკარგეთ და ამ ნახატებში არის ორი რამ, ან სადაც ვიყავით, ან ღმერთთან ყოფობა რას ნიშნავს, ან ღმერთის გაეშეყოფობა რას ნიშნავს. ბუნებრივია, უნდა საათის გადავა გურამი ნახატების ჩვენებაზე, რამოდენად სიმბოლო თქვა. პირველ ყოვლისა აქ წამოდგენილია ფარშევანგი, ძალიან ბევრჯერ, რომელიც სული სამოთხეში დაბრუნების სიმბოლოა ქრისტიანული გაგებით, ასევე უკვდავების სიმბოლოა იმდენად, რამდენადაც მისი ხორცი თუმი ალპება. გარდა ამისა, მისი აი ეს გადაშლილი მარაო 1000 თვალება თითქოს სარკმელებია, რომლიდანაც ზენა სამყარო ჩამოყურებს და აქედან ჩვენ ვიყურებით. ასევე ფოთოლს მთაში ხევსურეთში ეძახიან ფათოლი. თოლი თვალია, ფა არის მთელი ზენა სამყარო, ამდენად ფოთოლია ჩვეულები სამყაროს თვალი. ანუ ფოთოლი არას აკას, მარტო ფოტოსინთეზა, ქლოროფილის მასშტაბის წარმოშობას, არამედ ფოთოლში მოქცეულია მთელი კოსმოსის ენერგია, თვალი, სხივები და აი ერთი საზღვაოს მცენარე. აი აქაც იგეთი მდგომარეობა არის, თითოეული მცენარის უკიდურეს ყველაფერში თქვენ ახლა მე ასკილს, რომ ფესვებში უკვე ასკილს ნაყოფია გამოტანილი, ასე რომ მცენარე იწყება ფესვებიდან, მაგრამ გამჭვირვალეა ყველაფერი ჩანს, ფესვები, ღეროები, მორჩები, ნაყოფი, ამიტომ მისი მცენარეები ზუსტადად საქმეა აი ამ სამოთხისეულ ჰარმონიას ყოფას ასახავს. მეორე არის ირმები, რომელიც ხშირად არის გამოსახული და ირმებზე ბუნებრივია, ირმები გამოსახული იყო წარმართული დროინდელი სიმბოლოც არის, მაგრამ არის საგნებში ვითაცაც სული დარჩეთა ირენთა წყალთა წყალთაგან ეგრესაც სულსაც შემსა სული შენდამი ღმერთო. ამას მერსამული ეს გამოიყენა მერე გარატან დავიძებ თავისუფლება სულსიცეს ყურია ვიდარჩენებს გუნწყარო ანკარა, ხო? დროშები ჩქარა და აი აქაც ირმები ეწაფებიან, ირმები ან არის ჯვართან, ან არის სეფსკერებს მიითვევენ, ან არის წყალთან, ან ხესთან და აი მისი მოსახელე ჩვენი გურამია, რომელიც ატენის სიონში არია თეთრი ცხოვრება მის გამოკვლევას და იქაც როცა ირმები ბარელიეფია, სეფსკერებს ეხლებიან, ზოგადად ირმები არის მოწონი ადამიანის სიმბოლო. ამდენად მერაბის მამის გურამ აბრამიშვილის თვალსაზრისით ეს ირემთა გამოსახვა ეხმიანება ქართლის გაქრისტიანების აი ამ ლეგენდას, როდესაც მცენარეები ისეთი წმინდანი იყო, რომელიც მცენარეები კუნავდნენ დარჩენ ირმებს. შოშანი არის უმანკვევის და სიწმინდის სიმბოლო და აქ ორივე დარბაზში წარმოჩენილია ყველაზე ხვალიელად წმინდა გაბრიელ მთავარანგელოზი, რომელიც
შოშან შუქნის ღვთისმშობელს როგორც სიძინის უმაგრების ნიშანს, მაგრამ ჩემი გაოცება გამოიწვია იმან, რომ ანუ ჩვენცით ხარებობის სცენა გიხარობდნენ მიმართულებული მარიამ უფალი შეთანა კუთხეულ ხარ შედედა შორის და ღვთისმშობელიც წამირა ჩამიგდება მე იმასუხობს იყავ ნება უფლისა მხევარი უფლისა ანუ ესე იგი ამ უწყებას ღებულობს მაგრამ მერაბ აბრამიშვილი ამ წამით არ გაყოფილდება მერაბ ეძიებს იმ წამს როდესაც თვით უფლისაგან ეუწყა გაბრიელ მთავარანგელოს ეს უწყება რომ არის დედამიწაზე სამყაროში ისეთი უმაკო ისეთი სპექტაკლი როგორც მარიამია ვინც უნდა იტვირთოს დაუტევნელი და უნდა ღმერთის დედა გახდეს ან ღვთისმშობელი გახდეს იმ ხელა უმაკობა ქონდა და გახარებული გაბრიელი ჩვენ ვერ ვნახავთ კი არ მოდის ღვთისმშობლისაგან არამედ მირბის რომ ეს ახაროს ამიტომ პირველი წამი მერე ცეკავს აი ანგელოზი ცეკავს ამასაც ვნახავთ ანუ სიხარულის წამი რომ შეგი ბოლოს და ბოლოს სამყაროში დაიბადა ღვთისმშობლისნაირი წმინდა და სპექტაკლი და მის უფლის დედობას გასცემს ამიტომ აი შეხვედრის სცენა აი საოცება რაც ირაკლი ფარჯიანსაც უამრავი აქვს ხარებების სცენა აი უამრავი აქვს და მერაბისაც არ ასვენებს სამდის საუბარს გავაძლევ მე მინდა თქვა რომ მათი თანადროული ლევან ჭავუშვილის რომელიც ჩემი დიდი მასწავლებლების ლექტორის აკადემიის გიორგი ჭავუშვილის ვაჟია ის უფრო პორტრეტების ცდილობდა მთელი აწეული მიუძღვა ქართველი და არისტოკრატიის წამოჩენას მაგრამ თქვენარი ფიქრობთ მარტო მეფეები მარტო დიდებულები და მარტო აზნაურები ასახა ლევან ჭავუშვილს თავის საკადებში ლევანი შეგუძის ფრაზა რომ საქართველოში ყველგან და ყველა ადამიანი ატარებს რაღაც არისტოკრატიულ სულს ამას დაიძედა ოჯახებში ფოტოების სახით ამ ფოტოებიდან გადმოქონდა მერე ის დიდი ღვთაებრივი რამ არისტოკრატიული სული ღირსება სიამაყე რამაც აქამდე გაგვაძლევინა ამდენად შეიძლება ითქვას რომ ირაკლიც ლევანიც და მერაბიც და მათი სამეგობროს ოთხმოციანელები იმ საქართველოს თქვა აბა ბრძენი წლები იყო და ძირი წლები იყო საბჭოეთ ქვიან ნამდვილ საქართველოს როგორც საქართველოს იყო და ცდილობენ გააცოცხლონ ქართული სულის იზმუნებ რომელიც მიჩნეული იყო ჩვენ ნახავთ ტაძარს რომელიც ინგრევა სამდენივია გამოცდილდა ტაძარი დანგრევა საბჭოებს მათინაჩია პირველივე ნახატი ხელმაწყნევ ესეც სიმბოლურია სადაც ყველა ნახატი სიმბოლურია იმიტომ რომ ტაძარია თვითონ ტაძარი უპატრონო ეკლესიას შეშმაკები დაეპატრონო მაგრამ ტაძარი არის ზოგადად საქართველოს სიმბოლოს აბარააქილიას აჩდიში რომ დაგეგმებათ ტაძარი გაუქმებულიო და ტაძარია თითოეული ადამიანი ამიტომ საქართველოს ესეთი რიტუალი იყო ადრე რომ მამაკაცი ყველა ქუდოსანი იყო და ქალი ყველა მანდილოსანი იყო და მამაკაცები ერთენს ესარგებოდნენ ერთმანეთის წინაშე ქუდს იხდიდნენ ანუ რას ნიშნავდა ეს რომ ქუდის მოხდა რომ მე პატრის მივაგებ შენში ღვთაების შენახა ტაძარი ღვთის აკი უფაის ამოს რომ თქვენახა ტაძარი ღვთისანი ამდენად თითოეული ადამიანი ტაძარი ამდენად აი ტაძარი რომელიც ინგრევა ამ საჯიკლები ეცება ბურჯები აზეთ გას ეს იყო გაფრთხილება მერაბის მხრიდან რომ თუ კი ერი პიროვნება ოჯახი აი ამ საჯიკლებს გამოაცვით ოჯახი დაიშლება პიროვნება დაიშლება და ერი დაიშლება და ტაძარი დაინგრევა ამიტომ ეს არის გაფრთხილება ეს ნახატი და შეეძლოთ მერაბს ვაჟამ შაველას დარად უსულო სადებს სული შთაბერე ავასაუბრე ნოდები კნისა და როგორც მეფე გავათამამე ესე იგი წილი ბალახის ქუჩითისაო მადლიფენია მარჯვენაზე იმ დამიწული მაღალთისაო ამ თაობას მადლიფენია მარჯვენაზეც ხარზეც გულშიც სულშიც თორე ამ ნახატებს ჩვენ ვერ და არ მივიღებთ ეხლა მე მინდა გითხრათ რომ ამ წარმოდგენილი ნახატები არის
ოდენ ალბათ 10% იმისა, რაც მერაბა შეძლო და ეს ორი თუმია, ორი წიგნი აქ არ წამოდგეს ყოფილა თითქმის ეს ნახატები და გამოუგნებელია რომ მაინც გიგვის ნიკოლას ხამოკლე ცხოვრება, ვაჟამშაველის ხამოკლე ცხოვრება, მერაბის ხამოკლე ცხოვრება და როგორც კონსტანტინე ასაკიძე მთელი თავისი ჯანი, ენერგია და სული შეწია შეიცხოვეს, აი მერაბი მთელი თავისი ეს სული, ენერგია და ძალა შეწირა ბოლომდე დაიხარჯა ამ შემოქმედებას მათო 300 არაბელის დახატვაში ათასობით დეტალია და ვარიღა ვიტყვი რომ ყველა თავის საქმე გააჩია, მაგრამ ჩემი აკდე 300 არაბელთა მთელი შეკვიწე განსახიერებს საქართველოს როგორც აი კუნძულითა და ირგვლივ არის უკიდაგან ოკეანე რომელიც ჩანთქანს გვიპირებს და აი მაინც გადავჭირდა რომ გადავჭირდა აი ზუსტად მერაბის ძალი ადამიანების დამსახურება და ჩემი საუბრის დასასრულს ერთგვარად კიდე ჩავეთები ნახატებთან მაინც ადამიანს გიმხრობს როდესაც ყველაფერს გაიცნო და ის იყო მერაბის მიზანიც რომ გავახსენო საიდან ვარ ადამიანში დაიბადოს განწყობა რომ აქ მე ოდესღაც ნამყოფი ვარ ეს მეგონი ეს ფრაზა ქაბატონი ბაიას ეკუთვნის და ოდესმე დაბრუნდები ეს იყო მიზანი ამ ნახატების რომ გავახსენო ჩვენ დაკარგული სამოთხე და საერთოდ ჩვენ უნდა ვისაბუთეთ და ეს რომ ასია ამაში თითოეული ადამიანის მომღერალი თვალების ცქერაც საკმარისია ჩახედეთ ახლობის თვალებში გნებავთ შვილს, გნებავთ მეუღლეს, გნებავთ მეგობარს და იმ თვალებში თქვენ დაინახავთ იმ სამყაროს საიდანაც მოვლენილი ვართ თითოეული ჩვენთაგანი და ქართული სიტყვებით ამის მაუწყებელია მამული ნიშნავს მე კიდევ მოვალ, მე დაბრუნდები. ანუ ეს არის ფიცის პრობლემა. მამული ნიშნავს ლაზურად, მეგრულად, ფიცს რომ მე დაბრუნდები, ეს არის მამული, ესე იხსნება. ასევე არა მარტო ქართულში ასე, ქართულად ნახვამდის ნიშნავს რომ კიდევ ვნახავ. ეს უფალმა დაგვიბარო, ესე იგი ჩვენ ადამი გამოდენა დაემჩნევა ნახვამდის. იგივე ხდება რუსეთშიც, დასუდანია, იგივე ხდება გერმანიაშიც, auf Wiedersehen, ანუ მე კიდევ გნახავ ზე ხედვარი მზე ამდენად ის სამყარო ჩვენ გველოდება და მერაბის შემოქმედება ხელს გვიწყობს ჩვენ სულში გააღვიძოს ის დაკარგული მეხსიერება და მითქმა ქვია ამ გამოფენას გამჭვირვალე მეხსიერება რაც ჩვენ მივიწყებული გვაქვს. ახლა კი გთხოვოთ გურამის რომ ნახატები დაათვალიეროს და შეგეგზავნოთ მე მომენტებში ზოგიერთ ნახატს კიდევ კომენტარს გავაკეთებთ. დავიწყოთ აი აქედან 300 არაბელზე. ხედავთ სამოთხია, ანუ სიოცხლის ხია წინა საება და აი სიოცხლის ხეს შემოხმული ყავს მოხსენებელი ბოროტის საწყისი, მაგრამ ვიქავი არიან აი ფარშავები როგორც მკვდარების სიმბოლო ამდენად ჩადებული ორივე რა ნეგატიური ადამიანის ცნობა, ადამიანის დაცემა, მაგრამ ჩადებული ამ ფარშავთა სახით ადამიანის კვლავ დაბრუნების ვიტო ფარშავების სულის სამცხის დაბრუნების იდეას განსახილებს. შეიძლება ვთქვათ, აქ აპოკალიფსია ჯოჯოხეთია და ზედად აკმევიდა რომ აქ მხეცები ჭამენ ადამიანს. ესენა საქმეში ეს მხეცები რაც ამ ჯოჯოხეთის სცენაში აპოკალიფსია ჩვენს გაეთ არ იმყოფებიან წმინდა გეორგის ხაზზე გამოსახული ურჩხული არ არის გაეთ. ეს ურჩხული არის ნამდვილად ზერქართულად ურჩხული, ანუ უმზეო, ანუ ჩვენ გამოზარდეთ ჩვენი უმადურობით, ჩვენი კადრებით, რომ ადამიანს არ აქვს მადლების გზნობა, არც შემოქმედის, არც მზის, არც წვიმის, არც დედამიწის, არც ბუნების მიმართ, სულ ჯოჯგუნობს, სულ კმაყოფილობა
ამიტომ ის გამოვკვებით, გამოზარდეთ, აი მე როგორ როცა იღვიძებს ადამიანი წინა გეორგი ესე იგი მასში აღდგება და ხნად იყავ გეორგი და ამ წინა გეორგის ხატი ჩვენშია. ალეგორიულად უნდა ის უჩქურის აქაც გამოსახულია რომ ხეცები ჭამენ ადამიანს. ეს ხეცები აი ჩვენი გრძნობები, ჩვენი უნებები, რომელიცაც ვარ ძლიეთ განთავისუფლდით ადამიანს ბოლოს მოუგონებ. ხო, ეხლა ეს ბრძოლა დიდებთ შესვა იერუსალიმში ესეც ძალიან საოცარი წამია, იმიტომ რომ ეთისყირო ადამიანები აი პალმის რტოებს უყიდნენ კვიცზე მზარ მაცხოვარს მეორე წამს გავა ერთი დღე და უკვე იგივე ხალხის შესახებ ჯვარსაც შეეგი, ამიტომ წარმავალი ეწოთ სოფელი და ამიტომ ეს ბრძოლის სცენას დიდებთ შესვა იერუსალიმში ესეთი ზოგადად ძალიან ბევრია რელიგიური თემები, აი ზემოთ ბრძოლის ზემოთ არის იერუსალიმი, რომელიც ზეციური იერუსალიმის სახეა, თუმცა აგერ მარცხნივ არის გოლგოთას მთა, სადაც სამი ჯვარია, ერთ ჯვარზე გაკრული იყო მაცხოვარი, იმ ორ ჯვარზე ავაზაკები და მარჯვენა ავაზაკი ცხონდა და მარცხენა წარწნა ჯვარზე დაკიდებული იმის გამო, რომ მირხინე უფალო ოდეს მოყოლს უკვე და შეიძლება, ანუ მან ჯვარზე შეიცნო უფალი და ამიტომ ჩამოეწერა მას თეი ავაზაკობა და პირველი ადამიანი სამთხე შეიყვანა ავაზაკი იყო. ამდენად ადამიანს ბოლო მომენტამდე გადარჩენის ცხონების შანსი და იმედი. ისე 64 საიდუმლო შეგობა აი რაზეც გესაუბრებოდეთ გაბრიელ თავარანგელოზია და დააკვირდი გაბრიელ თავარანგელოზის პოზას ფეხი როგორ აქვს? კი არ მიდის, არამედ მიიმის. და რატომ მიიმის? ესე იგი, იმიტომ რომ უნდა ეს უწყება, რაც მან მიიღო, უფლისგან ახავს ღვთისმშობელს, ამდენად სიხარულსა გარბის ეს არის უნიკალური. ამიტომ თითოეული ნახატი აქ სავისავალ ცხადია, ესეც არის გამიზნული, იმიტომ რომ ბავშვობა გაატარა მამასთან ერთად ატენში და არა მარტო ატენში და აი ეს ფრესკული ფრესკებიდან გადმოდენი და გადმოყრილი სული შვალა და მერაბის შემოქმედებას ამდენად თითოეული ნახატი ფრესკის და ხატის დარია. ქალბატონი ციცი იყო, ძალიან უყვარდაო მერაბის ზოგადად მოცეკვავე ქალების ხატვა, უამრავი ნახატი აქვს მოცეკვავე ქალის და არის აქ რა უნდა თქვა, აბა ესე იგი ერთ-ერთი იმის შეგვიძლია რომ გნებავთ სამაიაში, გნებავთ ქართულ ცეკვაში ქალი, რომელიც აი ამ ხელებით ძალიან ლამაზად რაღაცას ქსოვს, თუ ქმნის, მახსენდება ვაჟა-ფშაველას ლელაზე ნათქვამი ბავშვებში, ლელა ქალი ხელი ფარტენიანი, ამდენად ეს მოძრაობები ხელი თითქოს ქაოსთან კოსმოსში იქნებოდა, თითქოს იძეწება და იქსოება სამყარო ხელახლა. მოკლედ ეს მოცეკვავე ქალების სისტემა, ეს აბრეშუმის გზა, ცნობილი ნახატი და არაერთი ძალიან ეგრევე ნახატს მერაბი ბერჯერ უტრიალდება, ამ თემაზეც ბერჯერ უტრიალდება. თან გავიდეთ. ნუ ასკის უნდა ესხას წვერებში, მაგრამ ასკის ნაყოფი ასკია მიწის ქვემოთაც, ანუ ფესებში. აი ეს ლოკი თავი მცენარე ამას გულისხმობს, რომ ანუ ის ნაყოფიერება იწყება აი მიწიდანვე, რა ქვია, ამ მცენარეში ამდენად ესეც სახეს სიმბოლოა, ალბათ თითოეული არის ადამიანის ირემი, რაზე ვისაუბრეთ, რა ქვია. მე საგანგებოდ შევეკითხე ფშავში მონადირეებს, რომ როგორ იქცევა დაჭრი ირემი მეთქი და მითხრეს, რომ თუ კი ირემი დაჭრილია, საფრთხეს იმიწყებს და თუ კი წყალი დაინახაო, იმდენად კარგავს ესე იგი სიზა წყური უჩნდება, რომ იმ წყალს ეწაფება. ამიტომ წამოვიდა ეს სახე, რომ ვითადა სურინ დაჭრდა ირეთა წყალთაგან ეგეცა სულსა ჩემსა სურინში და შედამიღებეთო. მოკლედ ირემი ეს არის მოწუნე ადამიანის სიმბოლო და ეს არის ჩვენ სიმღერაშიც აი მთაზე და თოვლიანზე და იატაზეზე ვარდი მოსულა, იმისა ჯოგი შიქ შემოსულა, აი ეს იმის ჯოგი ორი კატეგორია ირმებისა, ით რომელიც ღებულობს ამას და მეორე რომელიც თელავს. ნეტა ვეძობათ, არ გაეთელათო, აი ჩვენი სიმღერა გავუწყებს. ეს ხელები, რაც დახატული არის დანარჩენ მოციქულთა ხელები, ანუ რეალურად, როდესაც უფალი ამოს ერთ-ერთი თქვენთაგანი გამცემს მე,
ეკითხებიან მე ხომ არა უფალო, ამდენად ეს ხელები ნიშნავს რომ გაფრთხილებას ეგება იუდამ აი იუდაში გაეღვიძოს რაღაცამ შეაჩეროს ეს ხელები მიმართული ნიშნავს ამ წამის ამოვლენის აცილებას. იქ შევიდა ეს უჩხურის მაგივრად გამოსახული არის დიოკლეტიანეს ამბობენ, მაგრამ არ არის ეს სწორედ ჩემის გაგებით, იმიტომ რომ თუმცა მეფის გვირგვინი აქვს მას, ვინც ამ ცხენს პროკურორთან არის დაცემული. საქმე იმაშია, რომ გიყვარდეთ თქვენი უფალი იძახიზა, მაშინ როგორ შეიძლება უბრალოდ მოწონს კი დიდ მოწამეს გაემეტებინა თუ კიდე თავისი მწამებელი. მასში არის გამოსახული დაცემული. ეს არის ადამიანი, ძველი ადამიანი. ანუ ადამიანი, რომელიც იმ გიორგობამდე, ანუ მეორე ჩობამდე და თუ ადამიანმა ეს ძველი კაცი არ დაამარცხა და აზლია, მაშინ ეს ახალი ეზეციური ქნება არ იშება. ეს არის მეგონა ამ ხაზი გამოსახული და არავითარ დიოკლეტიანი ჩვენ ყაბაც გესმის, რო იყოს დიოკლეტიანი, მაშინ თავსებადია გიყვარდეთ თქვენიო. აქ არის ის, ვინც ჩვენ გავამეფეთ, რეალურად ის ჩვენში გამეფებული ჩვენი ძველი კაცი თუ არ დაამარცხეთ და უკუაგდეთ, მაშინ ესე ვერ აღდგება ჩვენში ღვთაებრივი, ეს არის ჩემის პირადი აზრია ოთახში. იქ პირამიდების უამრავია დახატული მერაბის, მაგრამ მე და გურავი რომ იყოფებოდი საგრამ დარბაზში და შენიშნეთ რომ აქ კლავიშები არის ჩაწეული, ანუ ვიღაც უხილავი უკრავს. მით უმეტეს გადაშლილი არის პარტიტურა, რა ქვია, ანუ ნოტებით რაღაცა მუსიკა არის კი ბატონო დაწერილი, ალბათ მუსიკაცოძნები წაიკითხავენ ამ მუსიკაზეა გადაშლილი, მაგრამ აკითხა დამკველი არ ჩანს, აი მე და გურავი საერთო აზრია მისი ვაჟის რომ იმ ხარების შემდეგ, როდესაც გაბრიელ თანამგრელოზმა ახარა ღვთისმშობელს რომ დაიბადება მაცხოვარი და მესია, აი მაშინ ანგელოზები რა ქვია თვითონ ზეციურ მუსიკას უკრავენ. ჩვენ ესე წავიკითხე და ვისაც უკეთესი ხედვა აქვს და სხვანი წაიკითხავს, გვერდო გაუმოწოს. მაგრამ ასეთ ხედვასაც გააჩნია თავისი გამაზი რა სამასარებელი ხო იყო? იქ ადრე მოატოვე და გადავიასე ჩვენი გადაში. ავთარი მისი ცნობილი ავაზები და ესაზე ბატონო გურო თქვენ გეკუთვნით რომ ამ ავაზას გვიმრა როგორც მზე ისე ადგა თავზეო და ამაზე ბევრი გიმჟერია რომ არავინ არ უწყის ეს თათი რატო გადმოდის სუათის სამყარო და ჩვენ სამყაროში ან უკან შავი ავაზა ვის და რას უწყეს წარსულსაც გაყვიებს შეიძლება იმ ყოფას რომელიც ყოფიდანაც როგორც ადამი ისინს ადამიანთან ერთად გამოიდნენ იმიტომ რომ ადამისა დაიწყო შენს გამო და ეს წევლა გადავიდა ღვთის ქნილებზეც ამიტომ ეს უკან ცხელა ყველა ავაზაშია და ყველა ცხოვრებაშია თითქოს ეს ცნობილი მისი ჟირაფი რომელიც აი ქრისტეს გარესკენ და ზესკენ საერთიანებს და სამოთხიჩიტები რომელიც დაგოგმანობენ ზესუზია მაგრამ რასაუცებაა რომ ქართულად ერთ ყავის ქვია პირიმზე რომელიც სულ უცხერის ეს მთაშია ვაჟაფშავა საყვარელი ყვავილი იყო პირიმზე კუზია პატარა ძალამაზია და მზეს უზირა რომელმაც იმდეხას უცხირა მზეს რომ ბოროს მზის ფორმა შეიძინა ფორმას მზის აქვს და ფერის მზის აქვს როცა იგი ყვავის მოკლედ თავისი ნამაზი ცერული სამყარო სამება ჩვენ ვიცით რობრიოვის საება წირო 800 აქვს და 100-ია ბარძემი და ეს 64 ენაზეა გაკეთებული მერაბის სამების ენა
აქაც გაბრიელ თავაგაზე რომელსაც უწყება მიიღო და მიეშურება რომ ახალოს ღვთისმშობელს და ყველა მისკენაა მიქცეული და გონი იუდას აღზოგი შექცეული აი ერთ-ერთი იუდას აღზოგი შექცეული მისგან აი ის ტაძარი რომელსაც ჩვენ ვისაუბრეთ რომლის ხიმინჯები რომლის საყრდენებიც ინგრევა და იშლება და ტაძარია დანგრევის ზღვარზე მისული ჯვარცმის კომპოზიცია მელესაცხებელ დედანი ისევ საიდუმლო სენობა ღვთისმშობლის ახალოს იუდა სამბოს ცეკოს თავაგებზე იმ სიხარულსაგან რაც ემუწყა მას მანამ სანამ ღვთისმშობელს მიახლება ამაზეც მინდა გურამ ჩვენ ვისაუბრეთ ხო ისე წინა გიორგია ოღონდ უცნაურია შეტრიალებულია ამ შემთხვევაში და აი ეს უცხოს აქ ადამიანის აი შიგნეულის ფორმა ანუ ეს ჩვენა ბუნებას გამოსახავს ამ შემთხვევაში ეს უცხოური დაცემული ანგელოზია ანუ იმ ლუციფერშიც იყო ისიც ღვთოსანი იყო ამდენად იმ დაცემულ ბუნებაშიც კი იმ ფრთებს ანუ ზეციურ წამოღრმავს მაინც ინარჩუნებს ამაზე გვაქვს ჩვენ საუბარი რა ვიცი ახლა მოკლე აზრით ჩამოვიყარეთ რომ შეიძლება მარტო ქალებიც არ არიან და ამაც ზოგადად ქალებში არის ყველაფერი ის რაც დედით იწყება ანუ ამ ქალების ცეკვაში განსხვავებულია ენა რომელიც ცეკვავს დედა ენა დედა აზრი დედა ბუნება ამ ყველაფერი ის რაც დედური საწყისია და რა ცეკვის მიზეზი ის სიოცხლის დაუტენილობა რომელიც მოეჭრება ადამიანს ეს მადლი და ეს სიოცხლის სიხარულია რომელიც საცეკვებს ჩვენს დედებს ისევ ასკილები რომელიც ამ შემთხვევაში ლამის უკვე სიოცხლის ხის ფუნქციას თამაშობს და ადამიანის სულიც უნდა იყოს იგივე ნაყოფი, როგორ ნაყოფია ეს ასკილია, რომ ამ ნაყოფით, სულიერი ნაყოფით წარდგეთ უფლის წინაშე. და აქაც იგივე თემა ჩვენ ხედავთ რომ ვიღაც უხილავი უკრავს როეაზე და ამ დარბაზს თბილის საქართველოს და ქვეყნებასაც ეს კოსმიური მუსიკისმა ესვის და როგორც უწყებიშვილის მამა ელოდებოდა თავის შვილის დაბრუნებას და შეეგება და შეახვეძა სამოსელი პიორი ბეჭედი და ხამლი აი სამყაროს სანგების მეუბნება რომ ჩვენს ზეცა ისევ გელოდება და ამ მონოდინის და ამ სწრაფის გაგვიძება იყო მერაბის შემოქმედების მიზანი და ამ გალერეის მიზანიც მაყურებელში, სიმღერაში და ნახევარში გააღვიძოს ეს სულიერი შინ დაბრუნების სურვილი და ის დიდი იდეა რაც ჩვენი ერთობაა რაც ჩვენ ედემყოფას განსახილავს. დიდი მადლობა მინდა მოგიხადოთ ბატონო გურამ თქვენს გურამ ხო ვაგიდე რამის თქმა უნდა შეთქვით მე კი რა უნდა დავამატო თქვენ თქმას კეთილი მადლობას გადაგიხდით მაშინ ასე ამბობს რა ქვია გურამიშვილი რომ როდესაც ბრძენმა ლიტორმა შოთამ რგო იგავთ ხეველად ფეს ღრმა ყოშტონი უჩინა ზეთხილი მოიწეოდა ფეს ღრმა ყო თუ იმ სიღრმეში არ არის ეროვნული სიმდიდრე რამდენიც კი და იმდენი ფესი ჩაუშვი ის ფესი იქიდან ეწყალს ნახავს ეცაგებს როგორც იკებებოდა ვაჟა-ფშაველა ქართული მითოსით ქართული ფოლკლორით
ანა კანდაზე რაც ჩამოთვალეთ ნიკალა შეთარუსთაველი საქართველოს ამ მთელი უდიადეში ცოდვით იაღით მერაბის მთელი ეს შემოქმედებას ნაკვები არის ქართული ხატით, ქართული ფრესკებით, იმდენი სულიებით, რომელიც სულიის მატარებლის ქართული ერია და რამაც უნდა გადაგვაჩინა არაერთგზის და ახაც უნდა გადაგვაჩინოს. დიდი მადლობა განუწყობლების.